ლაშა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენ ხართ ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ აქციის, რომელიც როგორც სანდრო ბრეგაძემ თქვა, თურმე დაგიგეგმიათ, იმიტომ რომ ქართველთა მარში გადაგეფარათ. დიახ, მე ვუსმენდი ბატონ სანდრო ბრეგაძეს, რომელმაც ეს განაცხადა, თუმცა ეს არის რბილად რომ თქვა ციცრუე, იმიტომ რომ მე ასეთი რამ არ დამიწერია Facebook-ზე, როცა ჩვენ ეს აქცია, ანტისაოკუპაციო აქცია დავაანონსეთ, მე დავწერე რომ ეს აქცია ტარდება სწორედ 14 ივლისს, იმიტომ რომ 2 წლის წინ ჟურნალისტებმა სწორედ 14 ივლისს ჩავატარეთ ასეთივე აქცია და ასევე დავამატა ისიც რომ 14 ივლისს დაგეგმილ ამ ეგრეთ წოდებულ მარშს დაემთხვა ეს აქცია და სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი თუ ამ გამოგონილი მტრების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები შემოერთებიან ჩვენს აქციას. მე აქვე ვისარგებლებ ამ ეთერით და ბატონ სანდროს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თქვენს მიმართეთ ამ შეკითხვით და ჩემი მხრიდან მეც გამოვთქვამ პოზიციას და ვეპატიჟები მას ამ აქციაზე, იმიტომ რომ ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობა არის პრიორიტეტი და არა გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ეროვნული მარშის გამართვა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ისინი აანონსებენ. კი ბატონო, ლაშა, გითხარით, რისი თქმა გინდათ ამ საპროტესტო აქციით, თუმცა მანამდე ასევე მინდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ დღეს ესეთი საპროტესტო აქცია მოაწყეს სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა თაობაში ეს პროტესტი არის, ისინი ჩავიდნენ და ჯაჭვი მოაწყეს ოკუპაციის ხაზთან, ასევე პარტია ევროპულმა საქართველომაც გააკეთა აქცია, ასევე ბევრი აქციები იქნება. დღეს ჩვენ ქუჩის გამოკითხვიდანაც ვნახავთ, რომ ხალხს უკვე ძალიან აშფოთებს ეს მცოცავი ოკუპაცია და აქვთ შიში, რომ შეიძლება ის მოუახლოვდეს ძალიან მალე ცენტრალურ მაგისტრალს და ეს შიში არსებობს რაღაცნაირად უმოქმედობის ფონზე, რომელსაც იჩენს ხელისუფლება. თქვენ რისი თქმა გინდათ ამ აქციით? დიახ, ძალიან კარგია. პირველ რიგში მივესალმები ყველა იმ აქციას, რომელიც დღეს ჩატარდა, ხვალ ჩატარდება და ზედ ჩატარდება, არა აქვს მნიშვნელობა ვისი ორგანიზებით იქნება. რასაკვირველია. ჩვენ სწორედ ამას გავუსვით ხაზი. ჩემი ინიციატივა ითვალისწინებდა იმას, რომ ეს აქცია კი არის ქრონიკა პლუსი ჟურნალისტების ინიციატივა, მაგრამ მხოლოდ ინიციატივაა ჩვენი და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა. ჩვენ ვეპატიჟებით ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად მათი პარტიული სიმპათიისა, ანტისიმპათიისა და ასე შემდეგ, დღეს არ არის იმის გარჩევის დრო, ვის ვინ მოსწონს, ვინ ვის წინააღმდეგია, ვის მე არ მოვწონვარ როგორც ამ აქციის ორგანიზატორი, არა აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ რუს ოკუპანტებს პირველ რიგში სწორედ ქართველი ხალხის ერთიანობის ეშინია. ჩვენ გვინდა სწორედ ამ ერთიანობის ჩვენება. ჩვენ გვინდა სწორედ იმის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი ოკუპაციის წინააღმდეგ არის ერთ მუშტად შეკრული. და მე ძალიან მიხარია ეს პოზიტიური გამოხმაურებები, ის ინტენსიური გამოხმაურებები, რაც მოხდა ამ აქციის დაანონსებას. ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება, გვეხმაურებიან ორგანიზატორებს და ძალიან ბევრი გამოთქვა მსურველს და ეს არის სწორედ თავარი. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ აქციაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ როგორც რუსმა ოკუპანტებმა, ასევე დანარჩენმა მსოფლიომ დაინახონ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანს ტკივა ოკუპაცია და არ დაუშვებს საქართველოს ასე დანარჩენს. რაც შეეხება გზავნილს ხელისუფლებისადმი, რა ტიპის გზავნილი იქნება ეს? რას ითხოვთ ხელისუფლებისგან? ბუნებრივია ამ აქციის მოთხოვნა ასევე ხელისუფლების მიმართაც იქნება, კონკრეტული მოთხოვნები. რასაკვირველია, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა თქვენთან ცოტა ხნის წინ, რომ მათი აქცია ტარდება ხელისუფლების გამოფხიზლების მიზნით. მე არ ვიცი, სჭირდება თუ არა ხელისუფლებას გამოფხიზლება იმ კუთხით, რა კუთხითაც ბატონ სანდრომ იგულისხმა, თუმცა ანტისაოკუპაციო მიმართულებით მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება გამოფხიზლება, ნამდვილად სჭირდება იმის ჩვენება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ნება უნდა გამოხატოს და სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ამ ჩვენს ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ მათ ანტისაოკუპაციო მიმართულებით მოქმედებები უნდა გააქტიურონ, უნდა გააკეთონ უფრო მკვეთრი განცხადებები, უნდა გადადგან უფრო ქმედითი ნაბიჯები, ჩართონ დიპლომატიური კორპუსი, ჩართონ უცხოეთში მცხოვრები ქართველები, ძალიან ბევრი უცხოეთში მცხოვრები ქართველი გამოეხმაურა, მაგალითად საბერძნეთში ამ აქციის პარალელურად ასევე აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას ოკუპაციის წინააღმდეგ და ეს მუხტი სწორედ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საერთაშორისო არენაზე რაც შეიძლება მკვეთრად დააყენოს ანტისაოკუპაციო. ძალიან დიდი მადლობა ლაშა.